ვარსკვლავების კლასები ყველაზე ცხელიდან ყველაზე გრილამდე ჩვეულებრივ აღინიშნება ასოებით O, B, A, F, G, K და M. თითოეული ეს სპექტრული კლასი შეესაბამება ზედაპირის ტემპერატურისა და ფერების დიაპაზონს. O ტიპის ვარსკვლავები არის ყველაზე ცხელი და ცისფერი, ხოლო M ტიპის ვარსკვლავები არის ყველაზე გრილი და წითელი. Გთავაზობთ MK სისტემაზე დაფუძნებული ვარსკვლავთა კლასების მოკლე მიმოხილვას. O ტიპის ვარსკვლავები ძალიან ცხელი და ლურჯი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 30 მილიონ ცელსიუსზე უფრო დიდია. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე 10-ობით ან 100-ობით უფრო დიდიც. ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ galaktikაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის 0.00003%-ზე უფრო ნაკლებია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელია. ისინი სიცოცხლეს ამთავრებენ სანახაობრივი სუპერნოვას აფეთქებით და შემდეგ გარდაიქმნებიან ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავხრელად. ნეიტრონული ვარსკვლავები პოტენციურად შეიძლება არსებობდნენ წარმოუდგენლად დიდი ხნის განმავლობაში, შესაძლოა 100-ობით მილიარდი ან ტრილიონობით წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ სრულად არ გაცივდებიან და გახდებიან შავი ჯუჯები. B ტიპის ვარსკვლავები ცხელი, ლურჯ თეთრი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 10 მილიონიდან 30 მილიონ ცელსიუსამდე მერყეობს. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე რამდენჯერმე უფრო დიდი. ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ galaktikაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.13%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წელია. ასეთი ვარსკვლავები საბოლოოდ ამოწურავენ საკუთარ ბირთვულ საწვავს და შესაძლოა დაასრულონ სიცოცხლე სუპერნოვას აფეთქებით და შემდეგ გარდაიქმნან ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავხრელად. A ტიპის ვარსკვლავები თეთრი ვარსკვლავებია. მათი ზედაპირის ტემპერატურა 7,5 მილიონიდან 10 მილიონ ცელსიუსამდე მერყეობს. შეიძლება იყოს ჩვენს მზეზე მცირედით უფრო დიდი. ასეთი ვარსკვლავების რაოდენობა სამყაროში და ზოგადად თითოეულ galaktikაში ვარსკვლავთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 0.6%-ია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე ასეული მილიონი წლიდან რამდენიმე მილიარდ წლამდე მერყეობს. თეორიული მოდელები ვარაუდობს, რომ მათ შეიძლება იარსებონ ტრილიონობით წლის განმავლობაში. საბოლოოდ ფიქრობენ, რომ ისინი მთლიანად გაცივდებიან და გახდებიან შავი ჯუჯები, რომლებიც არსებითად ყოფილ დიდებულ ვარსკვლავთა ცივი და ბნელი ნარჩენები იქნება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.